დავით ერაძე და იას ართანია მოგესალმებით ამ გადაცემაში აწი იმედია დიდი ხნის განმავლობაში და ძალიან საინტერესო მეგზურობას გაგიწევთ სპორტულ სამყაროში და მოდი აქვე დავაანონსოთ რომ ეს არ იქნება რაღაც ერთფეროვანი ან სპორტის ერთ სახეობაზე აწყობილი მრავალფეროვანი გადაცემა გელოდებათ მრავალფეროვანი სტუმრებით და ძალიან სახალისო თამაშებით რომლებიც დაამახსოვრდება დარწმუნებულად ჩვენს მაყურებელს მოგიყვებით ძალიან საინტერესო ამბებს იმ სიახლეებს რაც ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის გარეთაც მიმდინარეობს ასევე ჩვენ მოგიყვებით იმ სპორტულ ფორუმებზე რომელიც ძალიან მალე იქნება ევრობასკეტზე საქართველოს ვიტყობთ რომ ადგილიდანაც მოუყვებით ჩვენ აუცილებლად კიდევ რა შეგვიძლია ვთქვა ტრადიციულად ის რომ ჩვენი კარი ღია მეგობრებისთვის როგორც კომპანიებისთვის რომლებიც სპორტში აქტიურად არიან ჩართულები და სურთ ქართული სპორტის მეტად დახმარება სწორედ აი ასეთი საშუალებებითაც მოკლედ დიდ მადლობას გადაუხდით თქვენთან ერთად შევძლებთ ჩვენც რომ მათი პოპულარიზაცია ქართული სპორტის პოპულარიზაცია მოვახდინოთ შემოგთავაზოთ საინტერესო სტუმრები და საინტერესო ამბები. აქვე დავაანონსოთ ჩვენი ორი ინიციატივა. ნიჭიერი ფეხბურთელები ან სპორტის რაღაც განსაკუთრებული სახეობები, ვისაც აქვს რაღაც განსაკუთრებული ვიდეო, გამოაგზავნონ, ისაც რა თქმა უნდა განთავსდება ჩვენ სოციალურ ქსელებში და უკვე საუკეთესოები გამოვლინდებიან აი ამის შედეგად და საუკეთესოებს თქვენ გამოავლენთ თქვენი მოწონებებით და საკუთარ ჩვენგან გადაეცემათ საჩუქარი. ესე იგი პირველი მოვყევით უკვე რაზეც იქნება ეს გადაცემა წარმოდგენა აქვს ჩვენს მაყურებელს და ძალიან მიხარია რომ დღევანდელი პირველი გადაცემის ესეთი რაღაც გემრიელი სტუმრები ყავს სტუმრები რომლებსაც განსაკუთრებული წარდგენა არ უნდა მაგრამ მოდი ჩვენ მაინც ჩვენი დავიცვათ და წარუდგინოთ ჩვენს მაყურებელს ნიკა კაჭარავა და თორნიკე ოქრიაშვილი მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხართ ნაკრების და ამჯერად გაგრას ფეხბურთელები დიდი მადლობა რომ ვიცი რომ თამაშები გაქვთ ვარჯიშები რაღაც რთული პერიოდია და გამონახეთ დრო რომ ჩვენთან ხართ როგორ ხართ ჯერ პირველ რიგში ვიცი რომ ბოლო თამაში გამოტოვე მიკროტრამვის გამო ჯერ დავიწყოთ აქენა როგორ ხარ? კი, კარგად, მადლობა მოწვევისთვის. მიხარია აქ რომ ვარ. რაც შეეხება ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას, ძალიან პატარა ტრავმა მაქვს და მალე დავიწყებ ვარჯიშს და თამაშსაც. და ველოდები ამ სეზონის დაწყებას ჩემთვის. მე მგონი ოქრიც ძალიან ელოდება რაღაც ისე იცინოდა შენ რო ლაპარაკობ. ვაზალებ მალე. ოქრისთან ყოველ დღე ეგ ლაპარაკი მაქვს რომ აი მაცადე მოვირჩინო ფეხი ბოლომდე ოქრი მეუბნება რომ სწრაფად სხვათა შორის გაგებული მაქვს რომ ეს ხშირად არაცდიდა ხოლმე და უყვარდა ეს შევარდნა ეგრე იყავი ხო? კი, ეგრე ვიყავი. ხო და გვჭირდება ჩვენ გუნდს და რაც მალე დაგვიბრუნდები ნიკუშ მით უფრო ზემოთ ვიქნებით ცხენში. ისე შეგვიძლია მიულოცოთ მე მგონი პირველი გამარჯვებაა ხო? ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი. სანამ გამარჯვებებზე და გუნდზე გადავალთ, აი ძალიან დიდი ხანია საქართველოში არ ცხოვრობ და აი დაბრუნებაზეც რო გითხრა, როგორია საქართველოში დაბრუნება და როგორ ეჩვევი ახლა ახალ გუნდს და ზოგადად აი საქართველოში ყოფნას. სიმართლე გითხრა, ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა, მაგრამ ძალიან ბევრ ფეხბურთელთან მომიწია თამაში, ვინც ახლა გუნდში არიან ოქრისთან, რამდენი წელი ვიყავით ერთად ანართოსში და კიდე არიან ბევრი ფეხბურთელები გაგრაში, ვისაც უთამაშია კარგი ფეხბურთი და მეც მათთან ერთად მაქვს გამოცდილება თამაშის და ადაპტაციაში ამა პირიქით ხელი შემიწყო და ძალიან მარტივად გავიარე ადაპტაცია. რაც შეიძლება საქართველოში ჩამოსვლა. მესამე დღეს აი კიდე ტრავმა, მაგრამ გაიარა ადაპტაცია. ხო, მაგრამ ეგ ჩემი ფიზიკური კონდიციების ბრალი იყო და არა. რას გულისხმობ? არ დიდი ხანი ვარჯიშობელი ვიყავი და აი რო დავიწყე რაღაც შემაწუხა. ამაში ჩენი ბრალი იქნება რაღაც აიყოლები უეჭველი. თო ეგრეა. თავიდან წესნელა უნდა დაიწყო ხოლმე ოქრი მაძალებდა რომ მიდი მიაწექი და ისე სხვათა შორის მართლა ცალკე უნდა ვთქვა რომ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის გაგრას რომ თქვენნაირი ფეხბურთელების წყალობით მე ვფიქრობ რომ მაყურებელი უნდა დაუბრუნდეს ჩვენს ჩემპიონატს იმიტომ სხვანაირად წარმოუდგენელია ინტერესი თუ აი თქვენ სხვანაირები ხდებით ხო როდესაც ტრიბუნაზე ხალხია თითქმის სავსე სტადიონი იყო ფოჩი და ძალიან კაი ატმოსფერო იყო მართლა სამწუხაროდ აი გეგრია დასავლეთში სამწუხაროდ არა საბედნიეროდ კარგია რომ დასავლეთში დადის მაგრამ აი ამ თბილის რაღაც უნდა უშველოთ მართლა სამწუხაროდ აი ამ ხრივ თან ნახეთ გულშემატკივრის ზალა რამხელა ეხა ევროპის ჩემპიონატზე
სუსავსი არის ხოლმე ეროვნული ნაკრების თამაშებზე და ეს დაიმსახურეს ეგ თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ეს რატო ჩამოყალიბდა რაღაცა ეგრე საკითხი, რომ ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე არ დადის გულშემატკივარი? იმიტომ რომ ამის ტრადიცია არ არსებობს საქართველოში. ადრე იყო მარტო დინამო, რომელიც ნაკრებად აღიქმეოდა და ნაკრებზე სულ დადიოდა ისედაც ხალხი რა. ეხლა მაგალითად უცხოეთშიც რო ავიღოთ, აი ხა შედეგი მოაქვს გუნდს და მე მიდის ხალხი არ არსებობს ეგეთი პრეცედენტი. აქაც არის რაღაც სადაო, ხო იგივე დასავლეთი ვახსენეთ ქუთაისში, ნუ ახლა ჩავარდნა აქვს და მართლა მიკვირს ტორპედოს გულშემატკივარი რომ არ ავსებს იმ სტადიონს, მაგრამ ბათუმში იგივე აი ფოჩი თქვი, აი სულ არის მაყურებელი. იქ მაინც არის ეს ეთყობა რაღაც გუნდური სულისკვეთება, ქალაქის რაღაც სხვა. იმიტომ რომ ქალაქს წარმოადგენენ ეს გუნდები, აი ქუთაისი წარმოადგენს ქალაქს, მარტო ერთი გუნდი ყავთ ხო ტორპედო. ბათუმის დინამოც ახლა შეიქმნა ახალი სტადიონი, ეს ბუმი იყო, კარგი გუნდი ყავდათ მაშინ, ეს რაღაცა ტრადიცია ყალიბდება რა. დამსახურებაზე არის რა, ანუ გუნდმა უნდა მოიგოს თამაშები, უნდა გავიდეს ევროპა ლიგაზე, უნდა ითამაშოს. აი ეტაპობრივად უნდა მოხდეს ყველაფერი დროულად ამ და ფინანსებში. თქვენაირი ხალხის დაბრუნებაც აუცილებელია ალბათ იმისთვის მაგრამ და კი, ჩემი აზრით მე ვთვლი რომ საქართველოში უნდა დაამთავროს ყველა ქართველმა, იმიტომ რომ ის გამოცდილება გაუზიაროს ქართულ ახალგაზრდებს, რაც უცხოეთში მიიღეს, იმიტომ რომ მე მაგალითად ქონდა ისეთი ჩვენ დროს რო ვიწყებდით, არ ქონდა იმის საშუალება, რომ აი მარტივი რაღაცეები აგვეთვისებინა ჩვენზე გამოცდილი მოთამაშეებისგან, იმიტომ რომ ჩაკეტილი იყო მაშინ ვერ გადიოდნენ, აი მართლა კარგი ფეხბურთელები იყვნენ და საშუალება არ იყო. აი ეს კვარას ტრანსფერის მერე ისე წავიდა ყველაფერი, რომ საქართველოში ერთი სეზონი რო ითამაშოს ახალგაზრდა ფეხბურთელმა ნორმალურ დონეზე, არ ვიცახი რომ რაღაც. გამოჩნდა კიდევაც ეს. ხო, გამოჩნდა რომ რამდენი ფეხბურთელი წავიდა და რომ მიდიხარ გინდა არ გინდა გამოცდილებას იღებ, იმიტომ რომ უყურებ სხვა ფეხბურთელები, რომელიც მაღალ კლასის მაღალ დონეზე თამაშობენ, როგორ იქცევიან ვარჯიშის გარეთ და აი ბევრ რაღაცას სწავლობ რა და ესენი უნდა ჩამოიტანო საქართველოში და გაუზიარო ახალგაზრდებს. აი თორნიკე სად იყო ყველაზე მეტი პროფესიონალიზმი, სადაც ყოფილიყარ? ქვეყანა თუ გუნდი? ქვეყანა და გუნდიც. გენგში, ბელგიაში, უკრაინიდან რო ჩავედი, აი უკრაინა მაინც ჩვენებურები არიან, ანუ მაინც ხო ხდები? კი, რა თქმა უნდა, ეს პოსტსაბჭოთა სივრცე. ბელგიაში რო ჩავედი, ბევრად განსხვავებული სიტუაცია დამხდა, თუნდაც, ნუ ჯერ კულტურა ევროპაში ნამყოფი კი ვიყავი, მაგრამ ნუ ადამიანებს ესე არ ვიცნობდი. განსხვავებული კულტურა, განსხვავებულად უყვართ თავის საქმეც და ბევრად პროფესიონალები არიან. ვიდრე ქართველები, ვიდრე მე მაგალითად, ვიდრე ჩვენ ვიყავით და ბევრი რაღაცა ვისწავლე მათგან, მაგრამ მე რა ვითვისე ბოლომდე ალბათ. პროფესიონალიზმზე ვლაპარაკობდით, სად იყო შენთვის ყველაზე კომფორტული და ეხა უკან რო დაგაბრუნათ ორივეს დაგისვამთ ამ შეკითხვას, რომელ გუნდში არ ითამაშებდით? აი ამ გადმოსახედიდან უკან რო დაუბრუნდეთ ეხა წლების უკან და რო გავიხსენოთ, აი რომელი კლუბი იყო შეცდომა, შეიძლება ესე დავარქვათ, ან თუ უყურებთ ამას ესე? აპოელში ალბათ მე ბოლოს აი კიპრზე რა ვიყავი, ალბათ ჩემთვის ყველაზე დიდი შეცდომა იყო მათ გადასვლა. ჯერ იმიტომ რომ ანუ კიპრზე ნუ თემურქიზბაიესთან თამაშობდი, ანუ ჯერ პირველ რიგში. მაგის გამო არ უნდა გადასულიყავი ხა სხვა გუნდში, თემურა ჩამიყვანა და ასე შემდეგ და მე გადავედი იმ გუნდში და თან ის ფაქტორი არის რომ თან თემურასთან ძალიან კარგად იყავი. ხო, ძალიან კარგად ვიყავი, თან ის ფაქტორიც არის რომ ანუ იქ ძალიან სუდერბი არის, ყველა თამაში არის დერბი რა და ანუ ძალიან შევაყვარე ფანებს თავი 2 წელი თასი მოვიგეთ, რაღაც კაი მომენტები ქონდა და შემომიტრიალდა ყველაფერი უკან და ის წელი იყო კატასტროფა ჩემს კარიერაში, ასე რომ ამ პონს დავასახელებდი. შენი კუში? მე ეგრე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ყველა გამოცდილება კარგმა თუ ცუდმა გადაწყვეტილებამ რაღაცა მასწავლა და არ ვფიქრობ, რომ რაღაცას ვნანობ ცხოვრებაში, ყველაფერმა მომიყვანა ამ დღემდე სადაც ვარ და ბევრ რაღაცას ვნანობ. არა, მე ერთ რამეს ვიტყვი, აი მე ძალიან ცოტა მეგულება ფეხბურთელი, რომელსაც
ფეხბურთი ესე უყვარდეს და ესე ზულდეს როგორც შენ ხარ. იმიტომ აი არ ვიცი მე იმ თაობის ადამიანი ვარ რომელზეც ფიქრობ რომ შენ დააბრუნე სტადიონზე გულშემატკივარი შენი ერთ-ერთი გოლი ალბათ ჩვენი ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულიც არის და არ ვიცი როგორ მოახერხე ეს სიმართლე გითხრა მართლა ხანდახან აი ბრაზდები შენზე და კალათბურთზე თუ მივდგებით ბუზე მაქვს იგივე ცინცაძეზე რომლებსაც აი გაცილებით დიდი კარიერა უნდა ქონოდათ. მაგიტო თქვი წეღა ვერავით ვისემეთქი, ყველაფერი ვნახე, ყველაფერი სწორი. და აი დღეს ხო ხვდები რომ ეს ყველაფერი შენ ხელში იყო. კი, აბა, აი მართლა ყველაფერი შენ ხელში არის. არავის არაზოს არაფერი არ დამიმბრალებია გარშემო. აი არაზოს მართლა ხომ მისთავ, რამდენი ხანია მისთავ. არასდროს არავის არასდროს აი არაფერს არ ვაბრალებ, იმიტომ რომ ყველაფერი არის შენი ბრალი და მარტო შენი ბრალი რა და ის შეგიძლია გაიშვირო ხელი და აი მის ბრალი იყო, აი პატარა ვიყავი, აი ის ვიყავი, მაგრამ რასაც გინდა ყოველთვის იმას აკეთებ. აი უცბად იყო მომენტი რომ მივხვდი რომ რაღაც ძალიან ახლოს იყავი ძალიან დიდთან და ეს ამანაც სულ ახლოს ვიყავი და სულ მე ვიშორებდი და ანუ ვის რა უნდა დავაბრალო. აი რა მოიშორე ყველაზე მეტად რაზე გწყდება გული. მარსელში გადავდიოდი და ვერ გადავედი და მაგაზე დიდი მოშორება ჩემს როგორ მოახერხე? დავი რა მოხერხდა 24-25 იყავი ხო? 24 წლის ვიყავ. ისკენ მიდიოდი უკვე. მარსელის ოლიმპიკში 5 წლიანი მქონდა მოწერილი და მე კრასნოდარში გადავედი, რუსეთში გადავედი, მაგრამ ნუ სად ეხა არის ხო. მოკლედ ყველაფერი ჩემთვის ვაბრალე. ეხლა წეღანო გეუნებოდით რომ სანამ გადაცემის ჩაწერას დავიწყებთ ეს შენს გულდაწყვეტით საუბრობ, მაგრამ შენ არ ხარ მარტო, იმიტომ რომ ერაძეც ისეთი გულდაწყვეტით მიყვებოდა რომ საუკეთესო უნდა ყოფილიყო და მხოლოდ იმას ველოდებოდით რომ აი რაღაც აი ჟურნალისტებიც ხო იცი სადაც ხედავთ დინამოზე და აი ბურთს რომ მიიღებდი, აი რაც შენ იცი ის გააკეთე, აი ამას რომ უყვიროდი და აი მართლა იცოდა რა, აი ბურთი ჩეედლო, მახსოვს მეც ვიყავი მაგ დროს მოედანზე სხვათა შორის. ისე როგორ პარტნიორია შენ თქვი? კი, ტოლები ვართ. აქ ამ დროს ასაკო არ გვინდა ასაკზე საუბარი. გაგრას რო დაუბრუნდეთ, არა? ხო, აი როგორი პარტნიორია შენ თქვი ერთად გვითამაშიო. მოედანზე როგორია? ძალიან ჯუჯღუნა არის მოედანზე პირველ რიგში. აი ეს მომწონდა მასშიც ყოველთვის არ მახსოვს მე თამაში ეს ბოლომდე არ დახარჯული აქვს მართლა. კი და ჯუჯღუნა ვარ, მაგრამ მომთხოვნი. ხო, მომთხოვნიც არის, იმიტომ რომ 11 ფეხბურთელი არის რა, ყველა შენ ვერ მოგცემს პასს რა. პასი რო არ მისდის, აი იწყებს ჯუჯღუნს, რომ აი არ მაძლევენ, ამას წინააღმდეგ არის ყველა რა. ბიჭო, მე უკეთესად არ გავაკეთებ. ხო და ანუ რო გაიგებ ოქრი როგორი არის, როგორ თამაშობს, რა სტილი აქვს, ძალიან ადვილია თამაში. სულ ამოდიოდი ხოლმე ფეხში არ მაძლევდა, მე ვეჯუჟღუნებოდი ისიც უკან. მე ნიკუშაზე ძალიან მაგარი პარტნიორი არის მართლა, აი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ნიკუშასთან თამაში. იმიტომ რომ გაუგე როგორ უნდა. რაც შეიძლება უნდა გაწელო მაგისთვის, რომ დაატოვო ერთ-ერთზე რომ მოატყუოს. იმიტომ რომ ყველაზე მაგრა ეგ გამოდის. დამიგდო, არ მინდა 2-3 შეხება შენ. ურთიო და დაუგდო და გაიცალო რომ და თუ თავის ფერზე აქვს საერთოდ და შიგნით რომ შემოიტანოს. და თავიდან სუფერში ავდიოდი, კაცი მიმყავდა და სულ მეჯუჯღუნებოდა არ გინდა. როტოვებდი. ტოვებ ერთ-ერთზე, მაშინ ავლეს საუკეთესოთვის. კარგად გეხსნება? კი, კარგად გეხსნება, კარგად. ძალიან ბევრი ასისტი მომცა კიპრზე. აი, აქედან. კი, და მეც რა თქვა უნდა, მაგრამ აი დრო იყო, ჰა. მე დრო უნდა დავაბო. რაღაცნაირად აი ეს ნოსტალგია ხანდახან ის ძალიან მაბრაზებს ხოლმე. მაკედონიასთან ვერ გავაკეთეთ პროსტა. მე მგონია ამათაც. აი ხა ცუდი დრო მოვიდა. მაკედონიასთან არ დამოვიწყდება რა ხამ შეთვითონ გაიხსენე. აი ხო არის ვდგევართ იქ და ჩვენ თვითონაც ფაქტობრივად აი პანაშვიდის მონაწილეები ვიყავით რომ გამოდიოდით და აი ოქრისთან ურთიერთობა ხო გავართ და სულ ჩერდებოდა, ჩემთან მაინც ჩერდებოდა. აი რომ მინდა რაღაცა უნდა უთხრათ, უცბად შევხედე და არა, ეხლა ამას რა უნდა უთხრა თქო და შენ თვითონ გახსოვს როგორ გახვედი, აი უშტად აი არ მახსოვს, ეგ დღე. იმიტომ არ გემახსოვრება, მე გეუბნები. მეორე დღეს ბუნდოვნად გვახსოვს, ყველას. შოკი იყო, ონმართ. შოკი იყო თან, იმიტომ რომ ძალიან გჯეროდა რომ გავიდოდით. აი ძალიან, აი არც უშვებდით რომ ეგ თამაში შეიძლება. არა, რეალურად ხო, ყველაფერი თქვენ წინააღმდეგ წავიდა იმ დღეს მართლა იმ დღეს დაუფიქსით და დაუდასტურდა ხო კვარას წინა დღეს ხო ის ვირუსიც ჩაკვე გამოგვაკლდა და ჩაკვეცა ხო, ჩაკვე არ იყო, კვარას
და კიდევ ვიღაც ერთ ფეხბურთელი შენგელას ხო შენგელიას ხალხიც არისო ხალხიც არის ხო არა და ხალხი შეიძლებოდა ყოფილიყო თუმცა რაღაც გადაწყვეტილების ხო იმ შედეგი იყო რომ არ ვიცი ის აღარ დაუბრუნდეთ რთულია თონიკე აი ან ნიკა აი როდესაც ევროპაში ხარ და ბრუნდების სახლში აი რა სირთულეები აქვს ამას აი მე ვიცი რომ შენ გაგრა შენთვის მშობლიური კლუბია და ანუ რთული არ არის უბრალოდ იქეთ ძალიან დიდი კომფორტი არის უფრო ბევრად ვიდრე აქ რთული არაფერი არ არის ბევრად კაი მოედნები ბევრად კარგი თუმცა სხვა პასუხისმგებლობა გეკისრება ნახე აი ბევრი თაობა მოდის ახალგაზრდები რომლებიც სხვანაირად გიყურებენ შენ ხო ხდები აი მათთვის მისაბაძი ხარ ახლა მე თუ მახსოვ ხარ იმათ ხო გესმის ასმაგათ ახსოვ ხარ და ასმაგათ აი შენი ვიდეოებს უყურებენ რაღაც აი ეს მომენტიც არსებობს ხო კი რა თქმა უნდა და ანუ მაგ მხრივ რასაც იძახით კი ანუ ცალკე დროს უთმობ მაგას რომ დაელაპარაკო ზოგი გისმენს ზოგიც არ გისმენს ზოგს გონია რომ ყველაფერი იცის არ რაღაც ახალთაობას ცოტა აქვს ეგ მეგონი რთულია ძალიან აქვს ახალთაობას აი ხა ამ ახალგაზრდებს აქვთ რომ ანუ უკვე ყველაფერი იციან და სინამდვილეში არ არის ეგრე რომ ყველაფერი იციან უფრო ჯობია რომ მოусმინენ ფეხბურთში შეუძლებელია ყველაფერი იცოდეს ხო ჯერ საერთოდ ყველაფერი შეუძლებელი არის და მე აი ფეხბურთში თან ახალგაზრდა რო ხარ ჩემი აზრით პირიქით როცა გამოცდილი ფეხბურთელი ყავს ნათამაშები ყოველთვის ანუ გამოცდილებაზე მაგარს ვერაფერს ვერ მიიღებ ფეხბურთში, იმიტომ რომ ანუ გამოცდილებიდან მოდის აი ეს ფიქრიც, ის გადაწყვეტილებაც, ანუ შეგიძლია რომ სიტყვაზე 5 კილომეტრი აირბინო, აი 3 გაირბინო, მაგრამ ის 3 ისე გაირბინო, რომ ხო ხვდები? 10 უდრიდეს. ხო, 100 და 20-ს უდრიდეს რა და ანუ უზიარებს და ძალიან ბევრი ფეხბურთელი მართლა სწავლობს, აი გუშინ ერთი ფეხბურთელი მეგონა სახალხო გვასწავლებს, აი ოქრა შენ რო შენიშნოს მასზე, აი ჩემს მოტივაცია არის, აი პირიქით, აი მითხარი რა გავაკეთო, როდის გავიქცე, როდის დამიყვირე, ანუ კი, ზოგი ფეხბურთელი იღებს და ძალიან მომწონს, რომ ამის სისვა რა. აი ესე ბოდიში მოკლედ დიაზ ოქრიზე რა. ხო, ჩართულია, მიჩვეულია რომ მარტოა და ჯერ ვერ მომეჩვია რომ მეცადება ხო. ეროვნული, ანუ ახსენე რომ რაღაც იქო მეტი კომფორტი არისო და აქო ნაკლებია რთული არ არის, თუმცა რაღაც კომფორტი და რაღაცებში განსხვავდება ხო? რაღაც სხვა ქვეყნის ჩემპიონატები და ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატი, რას გულისხმობს თქვა კომფორტი? აი, მოედანი, ცოტა ბაზასაც კი. მოედანი, ელემენტარული ჯიმი, ვარჯიშის წინ არაფერი არ არის. ანუ იმას ვიძახი რომ რამოდენიმე გუნცა აქვს, რავი, რამოდენიმე გუნცა აქვს. იცი, იგ გულშემატკივარზეც რო საუბრობდით, მე ჩემი პირადი აზრი ეგ არის, რომ მანდაც ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, რომ ეს ხალხი არ დადის, რაღაც ხელშეწყობა ჭირდება. პირველ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ხელშეწყობა ჭირდება, რომ თქვენ თამაშებზეც იაროთ, იქ რაღაც ფოცში მიდიხართ და ულტრაფანებს ყოველთვის აფინანსებს გუნდი. ანუ ეგრე არის, რამოდენიმე კაცი ფინანსდება გუნდიდან. მაგრამ ხო, ნუ ფინანსების ბრა. საქართველოში არის ყველგან ვაფშე საერთოდ რა, ანუ საქართველოში ულტრასებს გეუბნები ახლა ცალკე ადამიანებზე არ მაქვს, ანუ გუნდის გულშემატკივრები რო არიან. მუდმივად ვინც არიან. კი, ხელფასები აქვთ, ანუ გუნდიდან მაგას. არ იცოდი? კი, ეგრე არის ნამდვილად. და აი, აქედან მივდივართ მანდაც იმ პრობლემასთან, რომ საქართველოს ნაკრებში ეხა ბოლო პერიოდში ეროვნული ჩემპიონატიდან არ ეძახებდნენ. ვინსაც იძახებდნენ, ისინი უკვე კლუბებში გადავიდნენ, ხო, ამაზე თქვა გაკვირთ ოქრიმ, რომ ვინც ნიჭიერია და ნიკამაც უკვე იმდენად ინტერესია ქართული ფეხბურთისადმი, რომ უკვე მიყავთ. ადრე რჩებოდნენ. კი, მაგრამ ეხა ვინც რჩება იმდენად რაღაც უკან არის ჩვენი ჩემპიონატი, რომ მგონია რომ ეგეც ხევს ხო ადამიანებს უკან რომ აი ვერ ვარჯიშობენ აი უფრო ახალგაზრდა ჩემპიონატია, ანუ გაახალგაზრდაო ეს ძალიან და ეს ერთ მხრივ კაიც არის და მეორე მხრივ ცუდიც არის, ასე თქვენ იძახით მართალია. მე ველოდებოდი სიმართლე გითხრა ლომინაძის დაძახებას ძალიან წოსე ბიჭი არ. მე ჩემთან იყო დინამოში იყო ძალიან კარგი ბიჭია რა, ძალიან. აი ბიჭი არის მართლა, მაგრამ ძალიან დიდი კონკურენცია არის ლომინაძის ადგილას და ჩემი აზრით ბევრად მეტი აქვს სამუშაო, რომ იქ დაიმსახუროს მოხვედრა და ჩვენ ძალიან ბევრი დრო აქვს. კი, რა თქმა უნდა. 22 წლის არის. ყველაფერი წესი. მე მგონია ყველა უნდა შევჯერდეთ და რაღაცა პატარა მიმართვა უნდა გავაკეთოთ, რომ რაღაც ბიზნეს სექტორი დაინტერესდეს ქართული ფეხბურთით, იმიტომ რომ ვიხილეთ ქართულ ფეხბურთს რა ძალა აქვს და გულშემატკივრებს რა ძალაც აქვს და არ ვიცი, მე მგონი იმსახურებს ეროვნული ჩემპიონატი, რომ გვერდზე დაუდგეს და თუნდაც ის ახალი თაობა ვინც თქვენ ახსენეთ რომ წამოვიდა
უფრო განვითარდეს, იმიტომ რომ ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ყველას მოედანზე ვიყავით ახლა გერმანიაში და სპონსორები არ არის, ხო, არ არის სპონსორები. არა და სპონსორშიპი უნდა იყოს ყველა. კლუბებმაც უნდა იმუშაონ შესაბამისად. აზრი არა, ანუ ძალიან ცოტა გუნდს აყავს სპონსორი და აი სპონსორებიც აი ისეთ ფულებს იხდიან სასაცილოა. ხო, დღევანდელი ფეხბურთის გამოსახედი და რა თქმა უნდა. სამწუხაროა, იმიტომ რომ ჩვენ ვიხილეთ კიდევ ერთხელ ვამბობ ქართული ფეხბურთის ძალიან მარტივად გეტყვი გერმანიაში ფელბერგში, სადაც ჩვენი ნაკრები იყო გაჩერებული, ნუ აი წარმოუდგენელი ბაზა იყო და აი შენი აზრით რომელ ლიგაში იქნებოდა იმ ქალაქის გუნდი, სადაც მესამე მეოთხე ხო? მეხუთე კი. წარმოიდგინე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებისთვის იყო იდეალური ბაზა. საოცრად გამოიყურებოდა ინფრასტრუქტურა, ყველაფერი აბსოლუტურად ჰქონდათ აი იდეალურ დონეზე, რა ხო, ვერ შევედრებით რა, ანუ ჯერჯერობით ვერ შევედრებით. გერმანია იმდენად ჩორს არის, რომ გერმანიდან არც უნდა დავიწყოთ სწორება, აი კვიპროსზე შეგვიძლია დავიწყოთ მე კიბზე დაიბადებული გაზრდილი ბავშვი არის. კაი ცხოვრება. ხო, მაგრამ აი კიბზეც პოლონეთშიც, აი სადაც არ მითამაშია, ყველგან სადაც შეეკითხებოდი, რომ შენი საყვარელი გუნდი ვინ არის, არავინ არ გეუბნებოდა ბარსელონა, მანჩესტერი. პოლონეთში გეუბნებოდნენ პოლონურ გუნდს, კიბზეც გეუბნებოდნენ კიპრულ გუნდს. აი გამორიცხული არის ვინმე მეკითხავს, რომ მე მანჩესტერს გულშემატკივრობ ან რეალს, ბარსელონას, აი გამორიცხული საქართველოში არის მარტო დინამოზე მეტი გულშემატკივარი ყავს რეალ მადრიდს, თამაშზე არ არის ხალხი ნამყოფი რეალ მადრიდის და რეალ მადრიდის გულშემატკივარი. ჩემთვის ეგ არის წარმოუდგენელი, როგორ შეიძლება იყო რაღაც სპორტის გულშემატკივარი და თამაშებზე არ დადიოდე. არა, მე ძალიან მიხარია რომ ნაკრებმა ის მაინც მოახერხა რომ დღეს გერმანიაზე და იგივე იტალიაზე ან საფრანგეთზე მეტი გულშემატკივარი უკვე მადლობა ღმერთს ყავს ჩვენ საქართველოს ნაკრების გულშემატკივრების სახით და ეს ძალიან კარგია და სხვადასხვა აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაკრების კომაგებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ დღეს სტადიონი ივსება, იმიტომ რომ ისინი რაღაც წარმოუდგენელ ატმოსფეროს ქმნიან და გერმანიაშიც არ ვიცი, ყველგან სადაც ნამყოფი ვარ, ყველგან საოცარ ატმოსფეროს ქმნიან. ხო, გერმანიაში მე მგონი ჩამოსული თუ არა. მე არ დამოიწყო დორტმუნდში, როდესაც ჩვენი გულშემატკივრების სრულობა იყო, დორტმუნდი რატო გამოვყავი? გერმანიაშიც ერთ-ერთი გამორჩეულია, ხო, გულშემატკივრობის ხრივ. ხალხი იდგა ფანჯრიდან და უღებდა ჩვენი გულშემატკივრების სრულობას. იმდენად შტამბეჭდავი და მაგარი იყო და იმდენი თურქი ესწრებოდა ამ თამაშს, რომ გადაწყვეტილი იყო და ჩვენი ხმა მაინც ისმოდა დორტმუნდის იდუნა პარკზე ნამდვილად ქართველების ხმა რიცხობრივი უმცირესობით მიუხედავად მაინც ისმოდა. ცხოვრობდი ზღაპარში. ეგ იყო სასწაული. ეგ შეგვიძლია შევქნათ ყოველ კვირა რა. უნდა აირჩიო გუნდი, უნდა მოხვიდე და აი უნდა უგულშემატკივრო. იცი რა, ალბათ ხო, აი ეგ არის ზუსტად, აი მართლაც იცით, უნდა აირჩიოთ გუნდი, ანუ აი დინამოს აქვს მარტო ფან შოპი, მე მგონი და ეხლა გახსნა ბათუმმა და მე მგონი ტორპედოც აპირებს. შეიძლება გახსნა კიდევ. აი ელემენტარულად ხო აი მინდა აი გაგრას მაისურით ვიარო აი სად შევიძენ აი ეს ყველაფერი ნახე ისევ იქ მივდივართ სადღაც კი ფინანსებზე სადღაც რეკლამაზე 100 ლარი დამერიცხებოდი ხელსაც მოგწევს ამასაც დალაგება ჭირდება ყველაფერს უნდა ჩაურიცხობა და უკან რომ მოძდებს მენეჯერი მეტი ფორმა არ გვაქვს არ მისცე გუში მეუნებოდნეთ ხო ოქრი მოგვეცი მაისური მეთქი არ შეიძლება შენ მეორე შენ ახლა ეს კარგად იქცევა ნაკრებშიც გქონდათ ეგ პერიოდი ადრე ხო გახსოვთ რომ ფორმის მიცემა არ შეგეძლოთ იყო ანუ ნაკრებში რა იყო იცი ადრე ერთ ფორმას ვიტოვებდით და მეორეს ხო ვაბრუნებდით ხო იყო ეგეთი მომენტიც იყო ეს იყო ეგეთი მომენტიც ნიკამ თქვა რომ ზეიმიო აქაც უნდა შევქმნათ რა და გაგრას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ კლუბს ისტორიულად და რაღაცა იმედია რა ძალიან ბევრი ადამიანის გაგრა არის ჩვენი ანართოსის ფაქტობრივად ნამდვილად და არ ვიცი მე ჩვენს მაყურებელს და გულშემატკივარს მოუწოდებ რომ აი ამ კლუბს მგონია რომ კიდევ უფრო მეტად უნდა დაუდგნენ გვერდში ვიდრე დანარჩენებს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ათასობით ადამიანის რაღაცნაირად იმედი არის რომ ოდესმე მართლა სახლში დაბრუნდებიან და გაგრაში ითამაშებენ რა და აი ზუსტად ეგ იყო ანართოს ისეთ ფამაგუსტა დაკარგული მხარე არის და აი ისეთი მართლა მე ხა ოქრი შეიძლება ვერ თქვას ეხა ფამაგუსტა და აპოელშიც თამაშია და არ უნდა აპოელის გულშემატკივრას აწყენინო მაგრამ აი მართლა კიბზე რო ანართოსის ფანები არიან ხო მაგ ეგ ვთქვი წერა ანუ და ეგ ჩადებულია რომ აი მაგრამ მიწყინა რომ ის აი ფანები დაუკარგეთ ხო რა აი მართლა ეს ფანები იყვნენ ისე ძალიან სხვანაირად აი ვერ გუნდში ყოფილვარ და აი ესეთი სიყვარული როგორც ამ ხალხს აქვს ამ გუნდის მიმართ მართლა
ავი შეიძლება ოჯახზე წინაყენებს ზოგი. თემური იყო კიდე ვინც ბოლომდე დებდა ყველაფერს და მოედანზე მართლა შეეძლო არ შეეძლო მართლა ყველაფერს აკეთებდა სხვანაირი ამოვიდგენ ალბათ ჯუჯგუნა იყო ქრის როგორც აფასებს ნიკა ახლობით იგივე იქნებოდა არ უყარს არ უყვარდა ჯუჯგუნა ახლა ალბათ ნახე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფი ჩვენი ორივეს ასე მაინტერესებს რა თქმა უნდა ურთულესი ჯგუფია მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს რომ ესპანეთი ეგრევე ჩაგვეხსნას ხო ესპანეთი გავიდეს იმ ერთა ლიგიდან თან თურქეთთან ვითამაშეთ ახლა ზაფხულში ოღონდ ჯერ დავაკაკუნოთ მოდი ვთქვათ რომ UEFA-მ არ დაგვსაჯოს და თურქეთთან მაყურებლები ვიყოთ რა ვიცი ხე აქ არის კი მე მგონი კინაზე დააგამო რა სასულელე იყო ეგ რაღაც და ძალიან რთული გულშემატკივარმა პირიქით ანუ არ უნდა იცოდე იმ დონეზე უნდა იცოდე რომ ანუ ეგეთი რაღაც გაკეთება მართლა არ შეიძლება ანუ ქვეყნები არის სადაც 9 მეტრში ზიან გულშემატკივრები იმათაც შეუულიათ და უფრო მაგარ ფეხბურთელებთან მისვლა სიტყვაზე ვიძახი რა მან დითით რა მოხდა მოგიყვებით? კულტურა არის ჩვეულებრივი რაც არ აქვს. ვესწრებოდი და სანამ მოედანზე შევიდოდით ეს ახლა მე მიკბინა, გაიგე, მე აღარა ვარ ჯერ მოქმედი ჟურნალისტი, აკრედიტაცია არ და მე ვიხარ. მაბრალებს მართლა. ჯერ ხო ხმას არ მაღებინებს 40 წუთია და ეხლა მაბრალებს რომ მე ვაშორჩებ ესე. მოკლედ ამ თამაშზე ვიყავით და რაღაცა დაახლოებით 200-300 გულშემატკივარი შემოვარდა რა, რაღაც დაცვამ შეაკავა და რაღაც ეგეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა რომ ეგ 200-300 კაცი იყო ის რომელიც მოედანზე შევარდა თორე აი სისტემატურად ვინც დადის ბოლო დაკრების თამაშებზე ის მსგავს რაღაცას არის ზამთრა და ვინ იყვნენ ეგ ჩვენი კომაგების განცხადებაც წავიკითხეთ მე მგონი მაგაზე კი ნამდვილად და გონია რომ ძალიან ცუდი სასჯელი გველოდება წინ და იმედია სამ თამაშზე არ გავრცელდება ეს ყველაფერი და მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის დამეტაყვე რომ თურქეთი არის მე მგონი აი თურქეთთან სადღაც 60-40-ზეა თუ გულშემატკივრით ვიქენით თუ პირიქით მე უკვე იცვლება 40-60-ზე იქნება იმიტომ რეალურად ძალიან მაგარი ნაკრები ყავს თურქეთს ალბათ უყურეთ ახლა პოლონეთთან მაგრამ უნგრეთთან უკაცრავად რა თამაში ითამაშა ჩვენ ძალიან მაგარი ნაკრები ვართ. აი ზუსტად ეს უნდა გითხრათ, ოქრი, აი შენ დროს შენ და რამდენიმე ფეხბურთელი ყავს, ვინც მუდმივად თამაშობდა რაღაც დონეზე და წარმოიდგინე, ახლა 11 კაცი ყავს და პლუს სკამზე მინიმუმ 4, რომელიც რეგულარულად მაღალ დონეზე თამაშობს. რამხელა ფუფუნება ეს ხდება, ხო, აი საოცრება. მაგიტო ვიძახი, რომ ანუ ესპანეთთან შეიძლება რაღაც ცოტა ისე გამოჩნდეს, მაგრამ აი ესპანეთთანაც თბილისში უკვე ხო, უკვე იცი შიში აღარა აქვთ ესპანეთის პარტია. არაფერი შიში აღარ არსებობს ჩვენ ნაკრებში პირიქით. ანუ კი სასწრაფოების ნაკრები ბევრად სუსტი იყო ვიდრე ოდესმე. გამიგვირდა სიმართლე უგითხრა, ესე სუსტს არ ველოდი ნამდვილად. ბავშვები ვით რო ეთამაშები მაგათაც, ანუ არ იყვნენ ცუდი ფეხბურთელები ახლა მთლად ცუდი ფეხბურთელები. მაგრამ როგორ ვეთამაშით ხო ასო ეს იმას იცი მე მანდ რას ვფიქრობ, იცი რომ ეს ბავშვები 9-ით 1 სრიჩეთი გენიალური იყო, მაგრამ შენ ახსენე რომ შეშინებული არ თამაშობენო და ეგ მე ვფიქრობ ეს შედეგია, იცით რომ ეს ბავშვები რაღაცა დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ, აბსოლუტურად სხვა რეალობაში გაიზარდნენ და რაღაც ავტორიტეტი აღარ ყავთ. მე ხვდი ანუ რაღაც სტერეოტიპებში არ არიან მოქცეულები და გამოვიდნენ რა ამ რაღაც წრიდან და თამაშობენ ლაღაც და რაღაცა ხედავთ რა მაგასაც რა მე მგონი რა. ხო, ის იყო რაღაც აი кайფობენ ამით რა, აი ეგ არის ყველაზე მაგარი რა. კაი იყო. აი რონალდოს რო ეთამაშეთ ახლა პორტუგალიასთან რო ვითამაშეთ, აი რაღაც ის არ ქონდათ რომ აი მე რონალდო ხო ფეხბურთელი მაგრამ რაღაც ეგ ავტორიტეტი აღარ აქვს, აი რა ის ხო მეც ეგრე ვიყავი ხო, მეც არ მაინტერესებდა. ეგ კონკრეტულად ფეხბურთელიდან გამომდინარე არის. ზოგს ეშინია, ანუ ზოგს არ ეშინია და ანუ რამდენიმე ჩვენ ბიჭებს აღარ ეშინიათ, იმიტომ რომ ანუ რაღაც მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან, მაგიტო არ ეშინიათ, ანუ დაბალი კლასის ფეხბურთელები რო იყვნენ, ანუ თავის იმედი არ ექნებოდა და ავტომატურად შიშიც იქნებოდა, ხო, რომ აი ვერ მოუგებ 100%, იმიტომ რომ ჯობია ძალიან. ეხლა არ გჯობიან მართლა. კი, ნამდვილად მეცეს. ნუ ისიც გუნდებში თამაშობენ ბიჭები, ხო? ხო, აი ეგეც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა გუნდებში გადავიდნენ და რა გუნდებში თამაშობენ. ხო და. ხო და ჩემი აზრით ეს ნაკრების თემაზე ადრე იყო ისე რომ საქართველოს ჩემპიონატიდან ბევრი ხდებოდა ხოლმე ნაკრებში და მთელი სეზონი ატარებდით სერიალ ტრიბუნებზე და ჩადიხარ ესპანეთში უკვე დილიდან რომ გადაჭედილია ქალაქი დროშებით და აი სხვა ატმოსფეროში ხდები და ანუ
იქ სადაც ახლა ქართული ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ, ყოველკვირა ხდება ეგ და არ არის მაგათვის სიახლე რა. ეგ შეიძლება ამის ახსნა ამით მოხდეს. ანუ ხო, ყველანაირად პროფესიონალურ სიტუაციაში ხარ შენ. ყოველ დღე ესეთ სიტუაციაში ხარ, არ არის. ხო, არა, მიჩვეული ხარ ამ ატმოსფეროს რა. ეხლა გადიხარ და 60,000 კაცში თამაშობ. ეხლა პირველად ყველა ნერვიულად. არ მე შოკი მივიღე ეხლა გერმანიაში რო ვიყავი და იდუნა პარკზე რო შევედი და თურქებმა რო დაი რაღაც არ ვიცი შეძახეს რაღაც მათენაზე. მიუჩვეული ხარ და შიგნით ხარ. მართლა ის როგორ ვინერვიულა ის თუ მე ხდება. მართლა შოკში ვიყავი. წარმოგიდგენთ მაგრამ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი თამაში იყო რა. გენიალური თამაში იყო, მაგრამ საოცარი თამაში იყო, კი, ძალიან მაგარი თამაში იყო. ტემპიდან გულშემატკივრებით ყველაფრით დაშავებული და ყველა თამაში სანახაობრივი იყო რა. ანუ ის კი არა რომ ჩვენი გულშემატკივრების, აი ნეიტრალური გულშემატკივრებისთვისაც კაი სანახავი თამაში. არა, მე მგონი ევროპას დავაინტერესებთ და დავამახსოვრეთ კი და მოდი ეს ხალხი რო არ დაუღალოთ ძალიან ცოტა რაღაც ხალისით შემოვიტანოთ და თანაც ორივე ისეთი შემოქმედებითი სტილის ფეხბურთელია, სადაც იმას რაღაც წეღანმა ინტუიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოდი ვნახოთ როგორი ინტუიცია აქვს. ისეთი ძალიან ცნობილი თამაშია და ვნახოთ ჩვენ ფეხბურთელებზე დავტესტოთ. ხა როგორი ინტუიცია აქვს ორივეს. ნუ ალბათ მაყურებელი მიხვდა თამაშის არს, 5 სხვადასხვა ფერის და სხვადასხვა მოდელის ბუცია და ჩვენმა ფეხბურთელებმა უნდა ვინც მოარტყამს ფერს, იმის მიხედვით გაყვება. აუ, ერთი წამით შენ თავს ტელევიზორში დავინახე. კიდევ კაი რა თქვი? Просто რა ჩესნიკა. ნიკა მე დაინახა და ოქრი ეგრევე მოუგებ და ჩვენ აი ძალიან დამნოვლები და როგორ რა რანაირად თანამ თამაში დავიწყებდე, მე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჯაზ სპორტი, სწორედ ამ მაღაზიის დამსახურებით ჩვენ ვითამაშებთ აი ამ ჯაზ სპორტის მაღალი ხარისხის ბუცებით. აქ გამოავლენენ ჩვენი ფეხბურთელები, მათ ინტუიციას დააწყობეს შესაბამისი ფერებით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჯაზ სპორტს. დავიწყოთ თამაში. კურიოზებიც ხდება, რაც თავია, დიდი მადლობა უკაშე რომ ესეთი fair play-ის პრინციპები დაიცავი, ახლა ვეღარ ხედავს ნამდვილად და შეგვიძლია, მოდი რახან პატარა არის დაუთმოთ. უმცროსვა დაიწყოს. ვნახოთ ეხა როგორი ინტუიცია აქვს ნიკას. ყველა უნდა დავალაგო თუ ერთი? არა, ერთი თუ მოა. შეცდი. ხანდახან ოქრიც ცდება ხოლმე. აბა, შევსდი? კი. ტელევიზორში როგორც ელაგა, ისე აღარ აღია ხა. აი ეს არის აი, მაშინ აი ესა. კი ბატონო. ესა. კი ბატონო. ნიკა გაიგდი. იყო, მაშინ ან ეს ან ეს იქნება ეს. ოჩახ. ნიკას ინტუიცია კარგი აქვს. მიდი, მიდი ვერ გაარკვე. აისო. ორი თერციგებს ნიკა ჯერჯერობით. ეხლა თავისთავად იცის რომელი ფერის რატო რა? აბა ვიცი. აი ყველაფერს ხო გიგებ. ნიკა მოაგებინა ოქრიას დროს. ყველაფერს ხო გიგებ. და აბა უღრმესი მოაგებინა ფაქტიურად, იმიტომ რომ ესე თან რაღაც ისეთ წავიდა რა. და სწრაფად და ინტუიტიურად. ჩემი აზრით მე შენს კი ვარ, შენი ინტუიცია ჯობდა. გინო თავიდან დაგაცხებინო. არა, ნიკოშის ინტუიცია ჯობდა, მაგრამ მე მოვიდა. მოგებული დაგმარლობა ჩვენს მადლობა ამისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ისე აქ, რა თქმა უნდა. და არანაკლებ საინტერესო და ისეთი სტუმრებით შეხვდებით, რომელიც ჩვენს მაყურებელს გაუხარდება, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გადაცემას სჭირდება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პარტნიორი და მეგობარი კომპანიები, ვისაც ჩვენ ველოდებით, ვიზაც აგერ სტუმრებთან ერთადაც ვილაპარაკეთ, მოკლედ თქვენთვისაც ღიაა ჩვენი კარი. ია. გემშვიდობებით დროებით.